ვახუშტი ბატონიშვილთან ვკითხულობთ, ყვარლის ჩრდილოეთ არს მაღალ კლდესა ზედა ციხე მოდი ვნახე. შეზღუდული კლდითა და უბრძოლელი მტრისაგან. ციხე აგებულია მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე. მოდი ნახეთ კლდის ქარაფებზე აზიდული 5 მთავარი და 2 პატარა კოშკი ამშვენებდა. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო ყორექვა, რომელიც დუღაბით იყო შელესილი. ციხის დაარსებას ლამაზი ლეგენდა უკავშირდება, რომელიც პაპუნა წერეთლისა და აბაშიძის ქალის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. სოლომონ პირველმა რუხის ბრძოლაში 1779 წელს თურქებს წაართვა ზარბაზანი და გადასცა მოდინახეს, როგორც მტრისაგან უბრძოლა ციხე. ციხე 1991 წელს მიწისძვრამ ძლიერად დააზიანა და ამჟამად მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. არქეოლოგიური გათხრები მოდინახეს ფერდობზე რამდენიმე ეპოქის ნამოსახლარებს ადასტურებს. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საჩხერეში სოფელ დუნთას ტერიტორიაზე ხშირი და ლამაზი ტყის მასივით დაფარულ ფერდზე მდებარეობს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა ულამაზესი ხედებით. ეკლესიიდან ჩანს თითქმის მთელი საჩხერე და ჭიათურის ნაწილი. გორიჯვრის საძირკველი სავარაუდოდ მე-19 საუკუნის უნდა იყოს. მოსახლეობა ოდითგანვე ადიოდა გორიჯვარზე და საძირკვლის დანშტებიდან სანთლებს ანთებდა. მოგვიანებით ტაძარი 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. 1990-იანი წლებიდან იწყება ტაძრის ხელახალი აღორძინება, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. წმინდა ნინოს საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭის თავზე არსებულ წარწერაზე ვკითხულობთ. უფალო შეიწყალე მხევალი ღვთისა ელისაბედ წერეთელი და ყოველნის შემომწირველი წმინდისა და ყოვლისა პატიოსნისა ამის ტაძრისა. ტაძარი აიგო 1908 წელსა. ელისაბედ წერეთელი საჩხერელი თავადის ალექსანდრე წერეთლის მეუღლე გახდა. ნეინა ელისაბედ წულუკიძე უანგარო ქველმოქმედი და თავისი ქვეყნის გულმხილვალე პატრიოტი, უამრავი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის წამომწყები და დამაგვირგვინებელი იყო. ყველაზე დიდი შემოწირულობას ტაძრის მშენებლობისთვის მას გაუღია. ტაძრის მთავარი კალატოზი ბერძენი ოსტატი გიორგი კარაიან-ოლღი ყოფილა. ტაძრის მშენებლობა გაბრიელ ეპისკოპოსის დროს დაგეგმილა. ტაძარი მეტად მნიშვნელოვანი თარიღების უტყვი მოწმეა. 1910 წლის 4 დეკემბერს იკურთხა ტრაპეზი წმინდა ნინოს სახელზე და აღევლინა პირველი წირვა. 1915 წლის 4 თებერვალს ტაძარში მარადიული სასუფევის გზაზე აცილებს დიდ აკაკის. 1991 წლის 29 აპრილს ტაძრის კედლები ცრემლებად იშლება და იღვრება. 2002 წელს ტაძარი აღადგინეს. 2010 წლის 17-19 სექტემბერს ტაძარს სტუმრობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ტაძარში საღვთისმთავრო წირვა აღესრულება. საჩხერის რკინიგზის სადგური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის თავისი დროის ერთ-ერთმა დიდმა მეცენატმა ელისაბედ წერეთელმა ააგო 1904 წელს და ვისწორლიანდაგიანი კუკუშკა მატარებელი ჭიათურიდან საჩხერეში შემოიყვანა. მოსახლეობა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ფაქტს. რეინა ელისაბედს რკინის ხარები შეუბამს უღელშიო, ამბობდნენ. სადგურის შენობას ხახი ელისაბედის სასახლეს ამგვანებდა, თუმცა იგი ევროპული ტიპის შენობაა ქართული დეტალებით. 1991 წლის მიწისძვრამ რკინიგზის სადგურიც დაანგრია, მაგრამ 2000 წელს შენობის აღდგენა უცვლელი ფორმით მოხერხდა. საჩხერის კულტურის სახლი გაიხსნა 1979 წელს. ის საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, რომელიც მრავალმხრივი კულტურული და შემოქმედებითი მიმართულებით საქმიანობს. 2000 წელს კულტურის სახლს მიენიჭა ცნობილი მსახიობისა და პაროდისტის ობოლა ციმაკურიძის სახელი. აღსანიშნავია, რომ მანამდე კულტურის სახლი ფუნქციონირებდა დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. ოდითგანვე კულტურის სახლის დიდი როლი ჰქონდა რაიონის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. მე-19 საუკუნეში საჩხერეში სასახლეებს რამდენიმე წერეთელი ფლობდა. საგაზეთო პუბლიკაციაში დამანა მდივნიშვილი ჟურნალისტი წერს: გიორგი ვარდენისძე წერეთლის სასახლე მდებარეობდა საჩხერეში მთის კალთაზე, რომლის თხემზე მოდინახეა აშენებული. სასახლე გამოირჩეოდა დიდი დარბაზებით, უზარმაზარი კაჟებითა და ბუხრებით, ქვის აბანოთი, სქელი ძველებური დუღაბით ნაშენი კედლებითა და სარდაფებით. კომუნისტური წყობილების დამყარების შემდეგ სასახლეები თავადებს ჩამოერთვათ და მასში საზოგადოებრივი დაწესებულებები განთავსდა. სასახლეს ჰქონდა კარის ეკლესიაც. საჩხერის ნომერ პირველი საშუალო სკოლა მოსწავლეთა სიმრავლის გამო ორად გაიყო, ერთი ნახევარი ადგილზე დარჩა თავად გიორგი წერეთლის სასახლეში და ეწოდა მას ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საშუალო სკოლა. 1991 წელს სკოლის შენობა სრულად დაანგრია მიწისძვრამ. 2000 წელს კი მისი აღდგენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოხდა, ხოლო 2007 წელს შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფონდი ქართუს მიერ. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი საჩხერე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში? ეს არის ჩვენი სურვილი და წარმოსახვა. შენობები აღჭურვილი მზის პანელებითა და ქუჩაში მავალი ელექტრომობილებით. ვფიქრობთ, ასეთი დამოკიდებულებით ჩვენს მემკვიდრეობას მეტად გავაფრთხილებთ.